მოგესალმებით, ეს არის YouTube არხი უმრავლესობა და მე ვარ გადაცემა პროპაგანდის პირისპირ წამყვანი თეონა ბაღდავაძე. თუ გსურთ ეს და ბევრი საინტერესო ეპიზოდი არ გამოგრჩათ, რომელიც თქვენი ცხოვრების ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ასპექტს აშუქებს, გამოიწერეთ აუცილებლად ეს არხი. ამ კვირის გადაცემის ჩაწერა განსაკუთრებით მძიმეა ჩემთვის, იმიტომ რომ უნდა დავიწყო სამძიმრის სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ვერც ერთი სიტყვა ვერ გამოხატავს იმ ტრაგედიას და უბედურებას, რაც რამდენიმე დღის წინ ხორევას ქუჩაზე დატრიალდა. ახალგაზრდა 17 წლის ბიჭი ჩაცხილეს სიცილის გამო. მარტო ამ ფრაზის გაგონებით შეიძლება ადამიანს გაგეყინოს სისხლი და არაფერი არ მოგინდეს ცხოვრებაში, მაგრამ ამის შემდეგ, როდესაც გაიგებ დამატებით დეტალებს, უფრო და უფრო ხვდები, როგორი უმწეო და გასაბრაზებელია ეს სიტუაცია, რომელშიც ყველანი აღმოჩნდით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ალბათ იმ ფაქტს, რომ ნიკოლოზ კაპანაძეს, რომელსაც ჰქონდა ფსიქიატრიული პრობლემები, ჰქონდა სუიციდის მცდელობა იარაღის გამოყენებით და იჯდა რამდენჯერმე ციხეში და ეგრეთ წოდებული სახალხო დაანონსებული ამინისტიის ფარგლებში, რომელიც ბიზინა ივანიშვილმა საკუთარი ხელისუფლებაში მოსვლისას პირველი გააკეთა, გამოვიდა ციხიდან და აღმოჩნდა, რომ თავისუფლად დათარეშობდა იარაღით. რაც შეეხება ამინისტიას, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არის ბომბი, რომელიც ძალიან ხშირად აფეთქდა ამ პერიოდის განმავლობაში და ზუსტად ესეთი შემთხვევა არის ნიკოლოზ კაპანაძის სიტუაცია, როდესაც ნულოვანი ტოლერანტობიდან კრიმინალის მიმართ მივედით, გაგებით მოეკიდეთ კრიმინალს და ეს კრიმინალი უფრო და უფრო აღწევს ჩვენს ცხოვრებაში. კრიმინალმა არ იცის თუ ვინ არის რომელი პარტიის მომხრე. კრიმინალმა ისიც არ იცის ვინ მის სახმა, არამედ იცის მთავარი, რომ შეიძლება ისეთ მომენტში ჩაუსაფრდეს ადამიანს და ისეთ მომენტში გამოუსვას ცელი, რომ ცხოვრების გაგრძელებას ხშირ შემთხვევაში აზრი არ აქვს. ესეთი იყო დატვირთული ბოლო 2 კვირა, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ვნახეთ გორის ტრაგედია, როდესაც 2 ადამიანი მოკლა, უდანაშაულო ადამიანი კრიმინალმა, რომელსაც რამდენიმე ვიდეოში ვახსენე, რომ 25 ჯარიმა ჰქონდა, იმიტომ რომ მეც თუნდაც ვერ დავიჯერე, რომ 250 ჯარიმა ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა 250 ჯარიმა და რამდენჯერმე მიაყენა შეურაცხყოფა პოლიციელს იმის გამო, რომ ის გააჩერეს. ზუსტად ესეთივე შემთხვევა არის ნიკოლოზ კაპანაძის, სადაც ამ ოჯახის წინაშე დამნაშავეა მთელი სისტემა, დამნაშავეა ამ ადამიანის ოჯახი და ალბათ ის ადამიანები, ვინც შიშით ან გულგრილობის გამო ამ საკითხთან დაკავშირებით ხმას ვერ არიღებდნენ. პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვამბობ, მინდა რომ მთელი გულით მიუსამძიმრო ამ ოჯახს და ვიცი, რომ ვერანაირი სიტყვა და ვერანაირი მხარდაჭერა ვერ შეცვლის იმ სიცარიელს და ტკივილს, რაც მათ აქვთ, მაგრამ ერთადერთი რაც მინდა ვუთხრა მათ, რომ მთელი საზოგადოება გაერთიანდება იმისთვის, რომ თქვენ აუცილებლად იპოვოთ სამართალი და ნებისმიერი ადამიანი, ვისაც იოტისოდენა წვლილი მაინც მიუძღვის თქვენი ანგელოზივით შვილის შეწყვეტილი სიცოცხლის წინაშე აუცილებლად დაისაჯოს. სისტემური დანაშაული ჩანს არა მხოლოდ იმაში, რომ ეს ადამიანი ციხიდან იყო გამოშვებული, არამედ იმ ფაქტში, რასაც ნიკოლოზ კაპანაძის ოჯახის წევრები, რომლებიც სხვათა შორის დარწმუნებული ვარ, ასევე დაიკითხებიან და მათი პასუხისმგებლობის საკითხიც აუცილებლად დადგება, ამბობენ, რომ გაფორმებული იარაღი ნიკოლოზ კაპანაძემ დაიბრუნა უკან ოფიციალურად პოლიციის გზით. ეს ხდება იმ დროს, როდესაც ადამიანებს, რომლებსაც ქუჩაში ტროტუარზე დგომის გამო აჩერებენ, არ უბრუნებენ მათ კუთვნილ მობილურ ტელეფონებს, არ უბრუნებენ მათ კუთვნილ პირად ნივთებს, თითქოს ის არის დანაშაულის შემცველი ან საფრთხის შემცველი ნივთები, ხოლო ადამიანს, რომელსაც რამდენიმე კრიმინალური ჩანაწერი ჰქონდა ცხოვრებაში, ჰქონდა ფსიქიატრიული პრობლემები და თავს იკლავდა იარაღის მეშვეობით, ზუსტად ეს იარაღი დაუბრუნეს პოლიციის წარმომადგენლებმა. აქ ჩდება მთავარი კითხვა. რამდენად შეიძლება, რომ ეს სისტემა საერთოდ რაიმე სამართლიანობაზე იდგეს და ლაპარაკობდეს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მთელი მათი ყურადღება არის მიპყრობილი იმისკენ, რომ ვინმე რაიმე ფურცელი არ დაიჭიროს ტროტუარზე და ვინმე სტატუსი არ დადოს და მთელი სისტემა არის გადასული ადამიანების დატერორებაზე და შეშინებაზე მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნით. ამის ლოგიკური გაგრძელება არის ის ძალადობა, რასაც ჩვენ ყოველდღე ვუყურებთ და მიუხედავად იმისა, რომ ძალადობამ არ იცის პოლიტიკა, მე ვხედავ და ვგრძნობ, რომ ყველა ადამიანი, ვინც დღეს ამ ქვეყანაში ცხოვრობს, არ აქვს მნიშვნელობა ვისი მომხრეა, გრძნობს თავს აბსოლუტურად დაუცველად. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ერთადერთი დაცვის მექანიზმი არის ხმამაღლა საუბარი და ნებისმიერი ადამიანის სიჩუმე, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს და ერთადერთი რაც დღეს ეს რეჟიმი დგას არის
პროპაგანდისტული მანქანა და სიჩუმე არის დანაშაული, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ამდენი დღე, ჩვენ არ გვყავს ამდენი ადამიანი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ არ გვაქვს დრო, რომ ქართული ოცნების ის ირონიული მესიჯი მოვისმინოთ, რომ ესეთი რაღაცეები ყველგან ხდება. მე რადგან პროპაგანდის მიმართულებით ვმუშაობ, მინდოდა მეთქვა, რომ მე ზუსტად ვიცოდი, რომ აბაომი გინდას შემდეგ გამოფიტულ პროპაგანდას ახალი message box-ი დასჭირდებოდა და ეს არის ყველაზე ცინიკური და ირონიული, რაც შეიძლება შულმტარ დედას უთხრა ან ადამიანს, რომელიც შვილი და ოჯახის წევრები ავარიაში გარდაიცვალნენ, რომ ეს ყველგან ხდება, ან უთხრა ბაბუას, რომელიც სამართალს ეძებს თუ რატომ მოხდა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილის ხელში ესე მარტივად ნარკოტიკი, რომლითაც ის გარდაიცვალა და ამშვიდო, რომ ესეთი რაღაცები ყველგან ხდება. ერთადერთი რამ, რაც ამის უკან დგას, ეს არის უპასუხისმგებლობა და სისტემური გადაცდომა, იმიტომ რომ სისტემა, რომლის დანგრევასაც ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა დიდი სიამაყით, დაინგრა, მაგრამ შეიქმნა ახალი მონსტრი, რომელსაც ქართული ოცნების წარმომადგენლებიც კი ვეღარ აკონტროლებენ. პარალელურად ქართული ოცნების ისედაც შემცირებული რეიტინგის და ისედაც შემცირებული ნდობის შესამცირებლად შექმნეს კგბ-შნიკური განყოფილება, ზუსტად ისეთი, როგორც იყო 27 წელს, უბრალოდ მაშინ Facebook-ი არ არსებობდა და ადამიანები ერთმანეთს უყურადებდნენ და მიდიოდნენ ერთმანეთთან სტუმრად და შემდეგ ეგრეთ წოდებულ დანოსებს წერდნენ. დეპარტამენტი, scroll-screen-ის დეპარტამენტი, რომელიც აკონტროლებს, რას დაწერს ადამიანი Facebook-ზე და არ მხოლოდ აკონტროლებს, არამედ ამის გამო დაჯარიმდა ბევრი ადამიანი და ჩვენი მეგობრები გიორგი ახობაძე და ვახო სანაია ციხეშიც კი წავიდნენ ამ სტატუსების გამო. მე ახლა არ მაქვს საუბარი ვახოზე და გიორგიზე, იმიტომ რომ მათ სოლიდარობა არ სჭირდებათ, სოლიდარობა სჭირდება ჩემი აზრით იმ ადამიანს, ვახოს მეგობრებს, განსაკუთრებით ჩემთვის ყველაზე გულის ტკივილის გამომწვევ ადამიანს დათო კაკულიას, რომელიც არის ჩემი და ვახოს საერთო მეგობარი, არის აფხაზეთიდან და ყველაზე კარგად იცის თუ რას აკეთებს რუსული რეჟიმი საქართველოში. ის შევიდა რუსთავი 2-ის ეთერში საკადროდ და წაიკითხა თუ როგორ დაიჭირეს მისი უახლოესი მეგობარი ვახო სანაია იმის გამო, რომ მან სტატუსი დაწერა. მას გვერდს უმშვენებდა ნათია ლაზაშვილი, ასევე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ჟურნალისტი, რომლის უახლოესი პარტნიორი და მეგობარი გიორგი სანაია აღარ არის და ის არის ვახოს ძმა. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ისტორია არის ირონიული ფაქტებით სავსე და ზუსტად ამ ირონიის გარკვევით აუცილებლად უნდა ვისწავლოთ, რა არის მართალი და რა არის ტყუილი. ჩვენ ძალიან ხშირად წაგვიკითხავს ისტორიები, ან წიგნები, მაგალითად, ჩემს საყვარელი ზაირა არსენიშვილის ან ნინო ხარატიშვილის წიგნები, სადაც ვხედავთ, როგორი გათიშულია საზოგადოება ერთმანეთისგან და როგორ შეუძლია, რომ ძმას და დაასმინოს ვერცხლის კოვზების გამო, ან კიდევ ადგეს ადამიანი და თავის ბიძაშვილი გადაასახლებინოს ერთი ზედმეტი სიცილის გამო, იმიტომ რომ იქ ბინაში შევიდეს და ჩვენ ესეთი ისტორიები ყოველთვის გვეგონა რომ არ განმეორდებოდა. თუმცა როგორც აღმოჩნდა ჩვენი ისტორიისგან მთავარი გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ, რომ ყველაზე პირველი ნაბიჯი ესეთი სადისტური ქმედებებისკენ არის 1, 2 და მესამე დუმილი. მეოთხე დუმილის შემდეგ შენ თავს უკვე აღარ აძლევ უფლებას, რომ ხმამაღლა იყვირო და შენ თავს აჯერებ, რომ ეს არის ნორმა და ეს ყველაფერი გაივლის. რა თქმა უნდა, ყველაფერი გაივლის და ყველაფერი დასრულდება ისე, როგორც ზოგადად სრულდება ხოლმე ესეთი ისტორიები და იმაზე სწრაფად, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ისტორია ხშირად იმეორებს თავის თავს, მაგრამ პირველად ის არის ტრაგედია და მეორედ ის არის ფარსი. და ამ ფარსში მონაწილე ადამიანები, რომლებიც ციფრული მეხსიერების აშლას ვერაფრით ვერ შეძლებენ, მთელი ცხოვრება იქნებიან შერცხვენილები და მთელი ცხოვრება იცხოვრებენ იმ სირცხულით, რომ საკუთარ უახლოეს მეგობრებს, საკუთარ ოჯახის წევრებს უბრალოდ არ დაუდგნენ გვერდით და თავი ჩახარეს იმისთვის, რომ რაღაც ერთი ჩანთი ზედმეტი ეყიდათ, ან კიდევ წასულიყვნენ სადღაც დასასვენებლად. კულტურის მინისტრი მოხსნეს, ან გადადგა, ყოველ შემთხვევაში Facebook-ზე დაასტატუსა და თქვა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას უწევს სამსახურის დატოვება. ჯანმრთელობას ვუსურვებ ქალბატონ თიკას, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მაინტერესებს, რომ ქალს, რომელსაც ჰქონდა უდიდესი გეგმები AI-ის განვითარების და განგრძობითობის განათლების კუთხით, როგორ შეელია ამ ხელა გეგმას და როგორ მიატოვა ის ტიტანური სამინისტრო, სადაც მისი მსგავსი ინგლისურის მცოდნე დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი არ არის. Intelligence-ის ვარი ეპოქაში hospitality სასტუმრო დახვდეს, გზა დახვდეს, ეს არის cash rebate-ის პროგრამა. ისე კონდეს storytelling-ი შენი ქვეყნის აწყობილი ამ artificial intelligence-ის ისტორიაში შევა ალბათ როგორც
ქალი, ჩეკისტი ქალი, რომელმაც სუმკების გამო საკუთარი მეგობრები გაწირა და მისი უახლოესი მეგობარი დავით დოიაშვილი, რომელსაც პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ აქვს ამის თქმის უფლება, ძალიან დიდი როლი მიუძღვის თიკა რუხაძის აღზევებაში, იმიტომ რომ თიკა რუხაძე კულტურის სფეროში არაფერი და არავინ იქნებოდა თუ ამ კონტაქტების გარეშე, რომელიც მან ზუსტად დავით დოიაშვილთან მეგობრობით და რამდენიმე ასევე საღადამიანთან მეგობრობით შეიქმნა, პირდაპირ ზურგში ჩასცა მახვილი და ხელი მოაწერა ამ ადამიანის თეატრიდან გათავისუფლებას. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქართულ თეატრზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართული თეატრი რეპრესიების ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და მძიმე მსხვერპლი იყო მარტო სერგო ახმეტელის ისტორია რა ღირსა, ზუსტად ესეთი ახლობელი და შინაური ადამიანების ისტორიებით ხასიათდება, როდესაც უახლოესი ადამიანები ერთმანეთს ზურგში დანას ურტყამდნენ. ყველაზე მეტად მიკვირს ერთი ადამიანის სახელს და გვარს არ დავასახელებ, რომლის მონეტიზაციის ძირითადი წყარო არის 37 წლის ისტორიების მოყოლა, რომელსაც ის ხან რუსთაველის თეატრიდან, ხან კიდე სხვადასხვა ღონისძიებიდან ყვება და ცრემლს გვაღორღვარებინებს ყველას, თუ როგორ ექცეოდნენ საწყალმსახიობებს, რეჟისორებს თუ კულტურის სხვა წარმომადგენლებს 37 წელს, მაგრამ ეს ადამიანი სამწუხაროდ ვერ ხედავს იმ რეპრესიებს, რომელშიც მისი კოლეგები, მისი უახლოესი მეგობრები არიან ზუსტად მისნაირი ადამიანების დუმილის გამო. ოპტიმისტურ ნოტაზე რომ დავასრულო, მე არა ვარ პოლიტიკის მიმომხილველი, შესაბამისად თავს შევიკავებ ზელენსკის ძალიან წარმატებული ვიზიტის შეფასებასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი პროპაგანდისტული გარდატეხა მინდა ვთქვა, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს პრორუსული განწყობების შემცირებაში ამერიკაში. 2026 წლის ივლისში ლოლა ლუმერი, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პრორუსული მემარჯვენე ჟურნალისტი, შეხვდა ზელენსკის და პირადად მოუხადა ბოდიში, რომ თვითონაც იჯერებდა და ავრცელებდა იმ ინფორმაციას მის შესახებ, რომელიც აღმოჩნდა, რომ არ არის სიმართლე. ჩემი აზრით, ზელენსკის გენიალურობა ზუსტად არის ამაში, რომ მას შეუძლია, რომ მოთმინებით დაელოდოს იმ დროს, როდესაც ყველა კარტი იქნება მის ხელში და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება და მიიღოს ის, რაც მას სჭირდება და მის ქვეყანას სჭირდება. ყველაზე ძალიან მიხარია, რომ უკვე ოფიციალურად ყველა წყაროთი დადასტურდა, რომ რუსეთი კარგავს ინიციატივას ამ ომში და უწევს საკუთარი ძალებით დაცვა ისეთი ობიექტების, როგორიც არის Wildberries ოფისი, როგორიც არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილები, რითიც უკვე ომმა შეაღწია ნებისმიერ რუსის ცხოვრებაში. აქამდე თუ რუსებისთვის ეს იყო სპეციალური ოპერაცია, როდესაც ისინი უბრალოდ უყურებდნენ შორიდან, როგორ კვდებოდნენ უკრაინელი ბავშვები, როგორ ინგრეოდა უკრაინული ძეგლები, ეხლა ხვდებიან, რომ მათი პირადი გადარჩენა არის დამოკიდებული იმაზე, თუ როდის შეჩერდება პუტინი. თუმცა არსებობს ერთი ძალიან სასაცილო მოარული ფრაზა, რომ როდის სად მთავრდება რუსეთიო და რუსეთი მთავრდება იქ, სადაც მას ცხვირში მაგრამ უარტყამენო. მე ზუსტად ხვდები, რომ რუსეთი მთავრდება იქ, სადაც უკრაინისგან და მთელი ცივილიზებული სამყაროსგან მას ცხვირში ძალიან მაგრამ მოხვდა. მე ვარ თეონა ბაღდავაძე, ეს არის YouTube არხი უმრავლესობა და ჩემი გადაცემა პროპაგანდის პირისპირ. არ დაგავიწყოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. დიდი მადლობა.